გამარჯობა მოგესალმათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრონიშეთ ხადაზე და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს, თავისუფლებას უსურვებთ ყველას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი დღის დაგვიანებით ჩემი გადაცემიდან დაბადების დღე მიულოცო პოლიტ პატიმარს სოფლიო ბანს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღე და პირველ რიგში მალე გათავისუფლებაც ვუსურვოთ ბატონ პაატას. არ არსებობდა დაბადების დღე, რომ ბატონ პაატას პირველი არ მოელოცა ჩემთვის და მეც ვალდებულად ჩავთვალე, რომ ბატონ პაატას ჩემი ეთერიდან მიულოცოთ დაბადების დღე მთელი გუნდის სახელით. გუშინ ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან გამოვიდა, დატოვა რუსთავის ციხე, დანარჩენ პოლიტ პატიმრებსაც ვუსურებ დაეტოვებინოთ საპატიმრო, ასე რომ დაელოდეთ, შემდეგი ხარ შენ! როგორც ნიკა იტყოდა ხოლმე, ეს ცოტა გავაშარჟებ, ნაკლებად გამომდის მისი პაროდია, მაგრამ მაინც. მინდა მონოლოგი დავიწყო სკანდალური ინფორმაციით, რომელიც კახი კალაძემ 2026 წელს 18 წლის შემდეგ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ვნახოთ მისი ეს ძალიან შოკის მომგვრელი განცხადება, ძვირფასო მეგობრებო. 2008 წელს საქართველოში ომი იყო. ბერლუსკონისთან წავედი. ვიცოდი რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მინდოდა მეთხოვა რამის გაკეთება თუ შეეძლო. ჩემს თვალწინ დაურეკა და ძალიან მალე შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამას უხსნია საქართველოს 2008 წლის ძვირფასო ტელემაყურებლობა. ჩვენ კიდე ამერიკას და ევროპას უხდიდით მადლობას. ბატონო კახი, პუტინი შენი ჩერეს მაკაცი ყოფილა თურმე და დაურეკე ეხლა არ შეიძლება კაცო რაღაც აწვალებ ამ ტრამპს უკრაინის ომის დასრულებაზე. თან ის ნობელის პრემიაც შენ დაგრჩება. ტრამპს რო უნდა და ომების შეჩერებისთვის რო ითხოვს ტრამპი, შენ გეკუთვნის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. არა და მე უფრო სხვანაირად ვიცოდი ეს ამბავი, ეს 2008 წლის ომის შეჩერების ამბავი, იქეთ მიშამ ჩამოიყვანა 5 ქვეყნის პრეზიდენტი. იქეთ ბუში ჩაერია, აქეთ კალაძემ თხოვა ბერლუსკონის და ბოლოს იმ სათვალეებიანმა ტიპმა შეაღო კრემლის კარი და რა პონტია ეს ომიტო, დაგერეკათ მოგიგვარებით. უთხრა პუტინს და ასე დასრულდა ყველაფერი რა. გადავიდეთ აქტუალურ და ცენტრალურ თემებზე, პრინციპში მე აღარ ვიცი რამდენად სასიხარულოა. უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება. იყო დიდი ზეიმი. ხარობდნენ ლექტორები, ლოცავდნენ ირაკლი კობახიძეს, მღერობდნენ ზღაპრის ბოლო კეთილიაო. რა ვიცი, ეს იგივე სიხარულია, ადრე რუსული კანონი რო უკან გაიწვიეს და რო ვზეიმობდით, ვაიმე, რუსული კანონი უკან გავაწვევინეთ. და რა დღეში ვარ დღეს, ყველა ვხედავთ ძვირფასო ტელემაყურებლობ, რუსული კანონი კი არა, ბორდილზე ვერ დადგები, ვერ გაჩერდები ნახევარი წამით, შეიძლება დაგიჭირონ. ასე რომ წინ დიდი უფრო უარესი თავგადასავლები გელოდებათ ჩემო ლექტორებო, ჩემო სტუდენტებო. არა მგონია ეს თქვენი სიხარული იმ ბრძენმა კაცმა დიდი ხანი შეგარჩინოთ. ასია მისი გონება მოწყობილი და არა მგონია ჭკუა ოდესმე ვისწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენც ასე ვართ მოწყობილები. პატარ-პატარა სიხარულებით ვაგორებთ და მერე უფრო დიდი უბედურება წინ ხვდება. ამ დიდი სიხარულიდან რამდენიმე საათში გამოვიდა განათლების მინისტრი, ძალიან ცოტა მოკლე დროში, ძვირფასო, რამ 1 წელის მერე კი არა. იმავე დღეს საღამოს გამოვიდა განათლების მინისტრი და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, მოდი ვნახოთ რა თქვა მან. კონკრეტულ უნივერსიტეტში, რომელიც შენობის საჭიროებაც არ იქნება, მოხდება მათი პრივატიზება. არა ბიჭოს, მარტო კობახიძე წავიდოდა დათმობაზე. ხომ აღარ ერთიანებით თესეუსთან, კაცო, ხო და ახლა ცოტა შევიწროვდით. ან 1-2 კორპუსში რომ გადანაწილდეთ რამენაირად, იმიტომ რომ 9 კორპუსი გაქვთ ახლა წამოჭიმული ანგელოზივი დეველოპერები ელოდებიან ამ ამბავს.
რა დროს ის არის ხარ? მაგრამ ეს სიხარული მაინც დარჩა, გამარჯვების სიხარული, გავიმარჯვეთ. ირაკლი კობახიძეს სერიოზული გარღვევები აქვს პროდუქტების ფასების კლების მიმართულებით, მწარმოებელთა განცხადება. პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებ. გილოცავთ ხალხო, გილოცავთ მეგობრებო, იცით რას ნიშნავს ეს? ქართული ოცნების პოლიტიკაში მოსვლიდან მე-13 წელს 5%-ით კვერცხის ფასი გაიაფთა. კვერცხის ფასი ეს არის ჩვენი ერის გეოპოლიტიკური გამარჯვება. მარტო სუპი აღარ გვექნება ხალხო. კვერცხი გვექნება, კვერცხს ავწვავთ. თან გვინდა გლაზოკებადა და გვინდა თოხლადა. აი ესე ვართ. მისასალმებელი ფაქტია, მხოლოდ იმიტომ, რომ 1000 წლეულების შემდეგ მომავალ თაობას ის მაინც ეცოდინებათ, რომ პირველად კვერცხი გაიაფთა და მერე ქათამი ჩვენს ქვეყანაში. მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი რით არის დაკავებული ირაკლი კობახიძე მაღალ ფასებთან ბრძოლის გარდა კიდე ხო არის რაღაც სხვადასხვა თემები. ნახოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა. განულება. ფიქრობთ ამისთვის რამდენიმე წელიწად დაგჭირდება. დიახ, მეც ეგრევე ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე წელი თქვენ რომ იყოთ მთავრობაში, მთლიანად აღმოიფხვრება სიღარიბე და არა მარტო სიღარიბე, თავისუფლებაც აღმოიფხვრება, განათლების სისტემაც აღმოიფხვრება, ქართველობაც აღმოიფხვრება და ძირფესვიანად აღმოვიფხვრებით ყველა. ასე დედაბუტიანად შეიძლება აღმოვიფხვრეთ. სიღარიბე უნდა გავანულოთ. ნუ ეხლა აგიხსნით ეს რა არის. ესე იგი, სოფლიოში ქვეყანა არ არსებობს, სადაც სიღარიბე არ არის და ჩვენ იქნებით ერთადერთი ქვეყანა, სადაც სიღარიბე საერთოდ არ იქნება. და მალე ქუჩებში იდგება მოოქროვილი ნაგვის ურნები. საიდანაც ეს ჩვენი გამდიდრებული, გაჭირებული მოსახლეობა პირდაპირ ოქროს ურნებიდან მოიპოვებს საკვებს. სადაც ახალი, გაუხსნელი, შეფუთული საკვები იქნება. რამე ისეთი კი არა. ნუ მოკლევადებში ოღონდ პატარა ვადიანები. მოდი შემდეგ თემაზე გადავიდეთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გვეხება და რომელიც ძალიან არასასიამოვნოა. ნახოთ სტატისტიკური ინფორმაცია. მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ოცნება პარლამენტში დემოგრაფიული საკითხის შესწავლას იწყებს. ანუ ვერ მრავლდებით და ეს უნდა გამოიკვლიონ, ძვირფასო მეგობრებო. ნუ ეს პრობლემა ახლა ნამდვილად გვიდგას, მაგრამ 1-2 წელიწადში არაბები წამოგვეშველებიან ცოტას რაოდენობრივად და ისევ შევივსებით. მე არანაირ პრობლემას არ ვხედავ. 900 წლის წინაც რომ იყვნენ არაბები, მშვენივრად ვიყავით შევსებულები. არანაირ დემოგრაფიულ პრობლემას ჩვენ არ გქონია. დაველოდოთ 1-2 წელიწადი, კაცო, გავიჭიროთ, არ არის პრობლემა. ნუ ჩემი აზრით, როგორც მაღალი ფასების წინააღმდეგ ბრძოლის შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კომისია შეიქმნება, სადაც წყვილებს დაიბარებენ და შეეკითხებიან და ერთი სიტყვით შეკითხვები იქნება ასეთი ფორმის. მეორედ როდის აპირებთ? რატო ზარმაცობთ? რას გააკეთებთ ახლა ბავშვზე უკეთეს? კარგით რა, კარგით რა. აი ესეთი შეკითხვები იქნება. ნუ ამ გამრავლების საქმეში, ნუ პასიურობისთვის წყვილები სავარაუდოდ ალბათ ერთ-შვიდვიანი პატიმრობით დაისჯებიან, ჩემი აზრით. აქაც შეიძლება შემოიტანოს სადამსჯელო ესეთი პატარა ღონისძიებები. ყველას გვახსოვს წლების წინ საქართველოს რეგიონში მისაბაძი და წამყვანი ქვეყანა იყო და დღეს რა ხდება? დღეს ხდება ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში. სომხეთს გადაცეს 11 მილიონი დოლარის სადაზვერვო დრონები, აზერბაიჯანთან კი სომხეთის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის შესახებ. სამაგიეროდ ჩვენთან კვერცხი გაიაფთა 5%-ით, ძვირფასო მეგობრებო. მეზობლებო, გაებით Deep State-ის დაგებულ მახეში. ჩვენ მოვტაფათ იაფიან ომლეტს. მივირთმევ და კაი გემრიელ სუპსაც დავაყოლებ ზემოდან და მაგ თქვენი ამერიკული დრონებით მე დაგვაკვირდით ზემოდან, როგორ ვიცხოვრებთ ესე ბედნიერად და კარგად. მოდით ნახოთ სომხეთს და აზერბაიჯანის ფონზე საქართველოს მთავრობა რით იწონებს თავს და რას თვლის პარტნიორულ ურთიერთობად. გთავაზობთ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას. მარკო რუბიო მომესალმა და ჯეი დივენსთან პატარა პოზიტიური საუბარი შედგა. განაცხადა
რომ ეცდებიან ჩვენთან ურთიერთობის განახლებას. ხედავთ, რით არის აღფრთოვანებული მარკო რუბიო მომესალმაო. ამ ფაქტით გახარებული დაბრუნდა ყაველაშვილი იტალიიდან. ერთი სიტყვით ქოცები ამერიკასთან ურთიერთობას დაგეგმას ელოდებიან და იმათ ჯერ გამარჯვების იქეთ არაფერი უთქვამთ ჩვენთვის ვირფასო მეგობრებო. და ისეც რაღაცა ღონისძიებაზე, სადაც პროტოკოლით ავალდებულებენ, რომ ყველას მიესალმოთ. რა ვიცი, ადრე ჯორჯ ბუში რო იყო აქ, 2 დღე ცეკვავდა ძლივს გავაგდეთ. წადი დასვენება გვინდა ქვეყანას, წადი კაცო აღარ არის, არა გაქვს, სახლი არა გაქვს, კარი არა გაქვს, ესე გაუშვით. მაშინ. ეხლა რა ვიცი, მისალმებას ვეხვეწებით, რომ მოგვესალმეთ თუ შეიძლება. გადავიდეთ მომდევნო თემაზე, მამაკაცების რძით გაკეთებული ყველი ევროპაში ბაგაბაღების კვების რაციონში შეაქვთ. გერმანიაში 1500 კაცად გადაკეთებული ქალიდან 350 ისევ თავიდან კაცად გადაკეთდა. მაგრამ ამ 350-დან 120-მა ისევ ქალად გადაკეთებაზე შეიტანა განაცხადი. ამ და სხვა ინფორმაციებს მოისმენთ ხვალიდან იმედის ეთერში. რატომ? იმიტომ რომ ევროპამ ოცნების მაღალ ჩინოსებს დიპლომატიური ვიზები შეუჩერა და რაღაცით ხო უნდა დავსაჯოთ აქედან. და ესეთ ინფორმაციებს გამოგვიცხობს მალე იმედი. მომდევნო თვიდან ოცნების ჩინოვნიკები ვიზის გარეშე ვეღარ ივლიან ევროპაში, ამით ქოცებს ვერაფერს დააკლებთ, რომ იცოდეთ. იქეთ იდარდოს ევროპა, ეს უნიკალური ადამიანები რო აღარ ჭავლენ იქ. მონაკო მიდარდო ზარქუას გარეშე როგორი არსებებს, მაგასაც ვნახავთ. რაფასი ექნება ეგეთ ლაქშერი ცხოვრებას ირაკლის გარეშე, აი გულდა თუთკული კალბატონების ამ გამოწეულ დეპრესიას რომ მიიღებთ, მე ამოირწყავთ ცხვირში ბუშტს. იმ ქალების ცრემლები არ მოგასვენებთ, იმ ქალების ცრემლები. ისე რომ დავაკვირდი ზარქუ არ ჩანს თვითფასო მეგობრებო, მართლა არ ჩანს. იმ მონაკოს ამბის შემდეგ მისი ხმა არის მის არსაიდან. ეთყობა მის მამობილ ბიძინას არ მოეწონა მისი მონაკოს თავგასდასავლები და ბიძინას თვალში აღარ იჩხირება რა, იქნება დაავიწყდესო რამენაირად. ბიძინას შეიძლება დაავიწყდეს, მაგრამ შენს მოწყურებულ მზერას ჩვენ ვერ დაგვავიწყებ, ირაკლი. როგორც ამბროლაურის მერი იტანჯებოდა ჩემგან მთელი 5 წელი, ისე დაიტანჯები შენ, ჩვენო მონაკოს ფოცხვერო. ჩვენ მონაკოს ფოცხვერო. ყველა გადაცემაში გაკრავ კბილს აუცილებლად. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის გაყიდვის შესახებ. ნახოთ რა ფასად გაყიდა ირაკლი რუხაძემ ტელეიმედი. იმედის ჰოლდინგი 1000 ლარად გაიყიდა. ახლაც ჩემზე იტყვით რამეს 1000 ლარად გაგყიდათ კაცმა. ისე რას ერჩით ამ რუხაძეს კაცო, იმედის ნამდვილი ფასი სოდნია ადამიანს. მე მინდოდა ტელეკომპანია იმედის ყიდვა, არჩევანი მქონდა, ან მაცივარი უნდა მეყიდა ტექნიკის სახლში, ან ტელეკომპანია იმედი, მაგრამ მაცივრის ყიდვა ვამჯობინე, მაინც მაცივარია საჭირო ნივთია სახლში და თან 2 წლიანი გარანტია აქვს. იმედი კიდე დაზიანებული მედია და თან 2 წლიან გარანტიას მაგაზე ვერავინ ვერ მოგცემთ. მინდა შემოგთავაზოთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია იმედის ინფორმაცია, რომელიც გადმოგცემს რა უბედურება ტრიალებს ევროპაში. ეხლა ხო ვთქვით, რომ ესეთი ინფორმაციები იქნება იმედზე თქო. უკვე არის, ანუ რა ინფორმაციას გვთავაზობს იმედი. ნახოთ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს დაზუსტდეს. იყო თუ არა დედა ბავშვის დაბადების მომენტში მამაკაცი. ასევე აზუსტებენ ბავშვებს დაბადების შემდეგ ზუზუს დედა აწოვებდა თუ მამა. გართულეთ ცოტა. ეგ ინფორმაცია რა არის? მე გავიგებ, კიდევ გერმანიაში ხლა რა მომხდარა. თურმე ბავშვი რო დაიბადა, დედა იყო მამა და მამა იყო დედა. რეალურად მამამ იმშობიარა, რომელიც მანამდე იყო დედა. რეალურად ეხლა რო ვთქვა, თავიდან ესენი იყვნენ კაცი და ქალი, მერე კაცმა ქალად გადაიკეთა თავი და ქალმა კაცად. შეუყვარდათ ერთმანეთს და შეუღდნენ და ცოლქმარი იყვნენ. ერთი სიტყვით ბავშვის დედა მამაც არის და დედაც და მამა დედაც არის და მამაც. აი ესეთი უბედურებას გვაქვს საქმე. და წარმოიდგინეთ ამ ბავშვს შვილი რო ეყოლება. ბებია ბაბუა იქნება და ბაბუა ბებიაც იქნება. არ ვიცი ესეთი გადაგვარება როგორ შეიძლება.
მინდა მოგახაროთ მეგობრებო და გაცნობოთ რომ დიდი ძვრებია ოპოზიციურ ფლანგზე, რაც მე მახარებს. მინდა შემოგთავაზოთ პარტია თავისუფლების მოედნის დამფუძნებლის ლევან ცუცქირიძის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. ძვირფასო მეგობრებო, ყურადღებით მოისმინეთ. ქვეყანაში ჩამოყალიბდა საყოველთაო კონსენსუსი იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. გესმით ხალხო? კონსენსუსი ჩამოყალიბდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ახლა მთავარია ჩამოყალიბებული კონსენსუსის მართვის დროებითი კომიტეტი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც იმუშავებს ჩამოყალიბებული კონსენსუსის ხანგრძლივ და განგრძლობით ვადაში გაღრმავების საკითხზე. და 1-2 წელიწადში უკვე ეს ჩამოყალიბებული კონსენსუსი რომ ღრმად გაიდგამს ფესვებს ჩვენს ქვეყანაში, აი მერე უკვე ჩამოყალიბდება საყოველთაო კონსენსუსი იმაზე, რომ ეს მთავრობა ნამდვილად შესაძლელია. ზოგადად ეს თავისუფლების მოედანი ძვირფასო ტელემაყურებელს ნორმალური ხალხი ჩანს, მაგრამ ჯერ მხოლოდ იკრიბებიან და საუბრობენ ცნობილ ხალხთან ერთად. რამე ქმედითი არაფერი არ არის. ამას წინ შემოგთავაზეს, მართლა ესე იყო, შემოგთავაზეს გარდამავალი გეგმა. ანუ მთავრობას რომ გავუშვებთ, სანამ არჩევნები იქნება, აი იმ შუალედში რა უნდა გაკეთდეს. მაგის გეგმა შემოგთავაზეს, ძვირფასო მეგობრებო. ანუ ამ მთავრობას მარტივად უშვებენ და უკვე იმაზე მსჯელობენ, რა რეფორმები გაატარონ. არის გარდამავალი გეგმა. მოისმინე ეს გარდამავალი გეგმა, მომეწონა ძალიან მომეწონა. ეხლა ველოდები ამ მთავრობის წასვლას, ძვირფასო მეგობრებო. იმიტომ ველოდები, რომ გარდამავალი გეგმა უკვე გვაქვს. იმიტომ ეს გარდამავალი გეგმა რომ გვაქვს, მე უკვე აღარაფრის აღარ მეშინია. მოკლედ ველოდებით ესენი როდის სწავლენ. აი ასე ველოდებით. რა ვიცი ეს ლოდინი თუ 10 წლეულები გაიწელა, ეს ქოცებისთვის არის უარესი ძვირფასო მეგობრებო, რადგან საზოგადოებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს საყოველთაო კონსენსუსი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აი მანდ კი წაიტეხავენ ცხვირს ეს ქოცები და მოიძირკვებიან დედაბუდიანად. ერთი სიტყვით, გარდამავალი გეგმა აუცილებლად შესრულდება. აუცილებლად ამ ქვეყანაში ამას წყალი არ გაუვა. ძრწოდე 140 წლის ბიძი და ივანიშვილი. 140 იმიტომ რომ გარდამავალი გეგმა როდესაც შესრულდება, იმ პერიოდზე გავთვალეთ თვითონ მომავალში ეს წინადადება. მონოლოგის ბოლოს მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც არ გჯეროდათ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხო დაიწყო ყინულის ლღობის პროცესი. დიახაც ამ საყოველთაო კონსენსუსით ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შემდეგ აუცილებლად გაჩნდება საყოველთაო მოსაზრება, უკვე ყველაფერი ყელშია. ამას მოყვება პეტიცია, მოვაყანყალოთ ეს ხელისუფლება, რაც თავის მხრივ გადაიზრდება სახალხო წინათგრძნობაში, ამდენს რატო ვითმენთ. და უკვე საბოლოოდ მთელი ერი გაერთიანდება დამანგრეველი თეორემის ირგვლივ, ამათმა მგონი ნაცებსაც გადაუსწრეს. მეცაც გეტყვით, ასე გაგრძელება კი არა, ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ ეს უკვე მეტის მეტია ამ მთავრობის მხრიდან. კი არა, მთავრობის ქცევები არ გვევს დემოკრატიის პრინციპებს. უფრო მეტიც, ოცნების არაადეკვატური ქმედებები ქმნის ჩვენი მხრიდან დაგმობის საფუძველს და მათი ეს თავგასულობა ვერ დაარღვევს ჩვენს პოლიტკორექტულ ჩარჩოებს. იმიტომ რომ ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ. არ უნდა დავემსგავსოთ და ისინი დაგვემსგავსონ ჩვენ მათ არასოდეს დავემსგავსებით. აი ამის თქმა მინდოდა ბოლოში ძვირფასო მეგობრებო. აი ამის თქმა მინდოდა. მადლობა. ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედი მაქვს სულ მალე ჩამოყალიბდება კონსენსუსი იმაზე, რომ ჩემ შოუს გააფორმებს ბენდი თამულა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.
Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.